150 არქეოლოგიური ობიექტი განადგურდა BIP-ის პროექტის განხორციელების დროს. იცით ხომ მილსადენის ინსტალაციის დროს 150 არქეოლოგიური ობიექტი. მაშინ ხმა არავის არ გაუღია. ფაქტმეტრის დასკვნით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება კომპანია RMG Gold-ის მიერ საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებებთან დაკავშირებით გააკეთა. BIP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს და ის ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენს უწევს ექსპლუატაციას, რომლის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 259 კილომეტრია. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენი და კავკასიის გაზსადენი აზერბაიჯანიდან შემოდის და თურქეთის საზღვრამდე საქართველოს მთელი ტერიტორიის გავლით გადის. იმ ტერიტორიაზე, სადაც მილსადენების ინსტალაცია უნდა მომხდარიყო, კულტურული მემკვიდრეობის დეტალური შესწავლა განხორციელდა, რაც როგორც ამ ტერიტორიების ზედაპირის ვიზუალურ დათვალიერებასა და შეფასებას, ისე არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას მოიცავდა. მილების ინსტალაციის დროს დაკვირვებასა და მონიტორინგს BIP-ის მიერ დაქირავებულ სპეციალურ ჯგუფებთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებიც ახორციელებდნენ. ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა და ადგილზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა ირინე ღამბაშიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მილსადენების გაყვანის დაწყებამდე BIP-მ წინასწარ შერჩეული მარშრუტი და მისი მიმდებარე ტერიტორია ყველა საერთაშორისო კანონის დაცვით შეისწავლა. კომპანია BIP არ უარყოფს იმ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც მილსადენების ინსტალაციის პროცესში პირველადი გათხრებისას დაზიანდა რამდენიმე ძეგლი, თუმცა ასეთ შემთხვევაში კომპანიამ შეაჩერა სამუშაოები, შეცვალა მარშრუტი და შემდეგ განაახლა. იმას, რომ კომპანიის მილსადენების ინსტალაციის პროცესში აღმოჩენილი იყო და შენარჩუნებული რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, ადასტურებს ეროვნული მუზეუმის მიერ გამოცემული არაერთი პუბლიკაცია და მოწყობილი გამოფენა. 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არქეოლოგიური გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მილსადენის მშენებლობის დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები. BIP-ის როლი საქართველოს კულტურული ძეგლების შენარჩუნებაში დეტალურად არის აღწერილი ეროვნული მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში ბაქო-თბილისი ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში. წიგნში აღნიშნულია, რომ არქეოლოგიური ძეგლებისადმი BIP-ის მიდგომა ზუსტად ემთხვევა აღიარებულ სტანდარტებსა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას. BIP-ის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად დაახლოებით 300-მდე ახალი საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი კულტურული ძეგლი აღმოაჩინეს. ამ საკითხზე მუშაობისას ჩვენ დაუკავშირდით პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს, სადაც ვერ აკონკრეტებენ რა დოკუმენტებზე, რა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ BIP-ის მილსადენების ინსტალაციის პროცესში 150 არქეოლოგიური ძეგლი განადგურდა. BIP-ის მიერ განხორციელებული სამუშაოების დროს მართლაც იქნა აღმოჩენილი არაერთი არქეოლოგიური ძეგლი, თუმცა არა თუ არ მომხდარა მათი განადგურება, არამედ პირიქით, BIP-მ ისინი შეინარჩუნა. ამას ადასტურებს როგორც კომპანია და მისი ანგარიში, ისე ექსპედიციის ხელმძღვანელი და ეროვნული მუზეუმის მიერ მოწყობილი გამოფენა, გამოცემული წიგნი თუ სხვადასხვა პუბლიკაცია.